სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr, გახმოვანებულია ajarnet.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ კარიბა ჰეინი, ფიბი ტონგინი, ინდიანა ევანსი, ანგუს მაკლარენი და ლუკ მიჩელი. იჩქარე თორემ პირველ დღეს დააგვიანებ. მოვდივარ, მამა. თელი ცხოვრება უნდა გეშინოდეს წყლის. ეს წყლის საცეცებს უთხარი. ეს მარტო სასუმთვარის დროს არის შესაძლებელი. ამას მხოლოდ შენ ეთანხმები. თავიდან ამოიგდა ეს. ცხოვრება მშვენიერია. გამოსაშვები წელია. ძალიან კარგი ადგილია, მაგარია. დრო გვიჩვენებს. როგორც ჩანს, ერთადერთი ახალი არ ხარ. რილიც? როგორ გონია, ახსოვს მთვარის აუზი. მისი დანახვაც არ მინდა. წამოდი გაგაცილებ. მიხარია ნაცნობი სახის დანახვა. მე მეუბნები? რაღაც მახსოვს იმ გამოქვაბულზე. ეს შენ იყავი არა? რაღაც ოცნაური დამემართა. იცი, არ მაინტერესებს. ესე იგი გახსოვარ. იცი რა, იქ უნდა დავბრუნდე. რატომ? იქ მისურე ფეხი გაგიცურდა და თავი დაარტყი და მორჩა. და თქვენ რას აკეთებდით იქ? ჩვენ ახლის აღმოჩენა გვიყვარს. საღამოს კაბებით. გაგიმართლა რომ გიპოვეთ. იქ როგორ აღმოჩნდით? უბრალოდ სხვა შესასვლელი ვიპოვეთ. მაჩვენებ? იქ არ დავბრუნდები. მაჩვენე მაინც სად არის? ვერ ვიპოვი რომ წმინდოდეს. იქ წასვლა უნდა? ვერ გადავეფიქრებინე, მასთან ერთად უნდა წავიდეთ. გონი პირიქით მან ნახა რომ წყალი თავს გესხმოდა. უნდა გავიგოთ რა ნახა სავსე მთვარემდე. და როგორ აპირებ ამას? ერთ-ერთი ჩვენგანი გაართობს მას. სანამ დანარჩენები ყველაფერს დააკვირდებიან. მიხვდა. და როგორ გავართოთ? თუ არ გინდა მე წავალ მათთან ერთად. ასჯერ იყავი იქ, მაგრამ წყალქვეშ, მას კი გამსილებელი სჭირდება. კი, მაგრამ ვის შეუძლია იმაზე კარგად დააბნიოს, ვინც არ იცის სად უნდა წავიდეს. აბა, გამარჯობა. გინდა მანკოზე წავიდეთ? საიდან იცი რომ მინდა? თელი სკოლა ლაპარაკობს. არა მართლა, როდის მედიხარ? და შენ რაში გაინტერესებს? წამიყვანე. ძალიან მომწონს იქ და კარგად ვიცნობ კუნძულს. ადამიანები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. შემიძლია ამ გამოქვაბულში მიგიყვანო. წყალქვეშ აგზით? არა. ბევრი კლდია და არც ისე კარგად ვცურავ. სხვა ზედა შესასვლელიდან შევალთ. შაბათს 10 საათზე შემიძლია. სანაპიროზე შევხვდეთ. მაშინ იქნებ 9-ზე. კარგი. ნახვამდის. საეჭვოდ არ მოეჩვენა რომ მასთან ერთად წასვლა მოგინდა. რატომ? ერთმანეთს ძლივს იცნობთ, მის გეგმებზე მხოლოდ მე მითხრა და მოულოდნელად შენც იცი ამის შესახებ. ყველაფერი რიგზია. მისმინეთ, მასზე ხომ არაფერი ვიცით. ზუსტადაც. იქნებ მაინც წამოსულიყავით შენთან ერთად. არა, მადლობა, შევძლებ. ნახვამდის. გგონია გამოვა? რა თქმა უნდა, რატომაც არა? მე კი რაღაც ვღელავ. ხვდები რომ სისულელია, მაგრამ რაღაც ვერ ვისვენებ. მადლობელი ვიქნებოდი დახმარებისათვის, რადგან არ გჯერა იმის, რაც ვილმა დაინახა. არ მგონია რომ მაკოზე სიურპრიზები გველის. აჰა, ესე იგი რითი ხარ დაკავებული? შენთან საუბრით ვარ დაკავებული. ერთი მეორეს ხილს არ უშლის. კლეო, მესმის ეს გაურკვევლობა გაშინებს. ნუ თუ. არა, ლუის, ვერ წარმოგიდგენია რამდენად მაშინებს. ჩვენ ხომ წყალი დაგვესხა თავს. მაგრამ თქვენ შეძელით მისი დამარცხება. მისმინე, მთვარის აუზი. ეს ჩვენი ადგილია, იქ უსაფრთხოდ ვიყავით. მაგრამ მაშინ სავსე მთვარე იყო. ფაქტები არ გაქვს იმის, რომ შეიძლება ის განმეორდეს. საწინააღმდეგოსაც ვერ დაამტკიცე. მაშინ ყველაფერს გავიგებთ. როდის? დავსხდეთ და დაველოდეთ, როდის დაგვესხმებიან თავს კიდევ. იქ რაღაც შეიცვალა და მინდა ვიცოდე რა.
ნავი არ გაქვს. არა, მეგობრებს მომყავარ. აჰა, სერიოზულად ყოფილხარ განწყობილი. მინდა რომ ვიცოდე რა დამემართა. კარგი, მადლობა რომ წამოხვედე. შენ ხომ კარგად იცნობ კონსულს? მამაცი დაგეხმარები. გმადლობ. მძიმეა? არა, მაგრამ აკეთ. მეგონა შენ არ ამართლებდი ამ იდეას. კი, მაგრამ ბელაზე ვღელავ. სწორედაც იქცევი, სხვა მხარეს წავიდნენ. აზრით სამაშია. ჩვენ კი აუზზე გავარკვევთ რა ხდება. დავედით. სწორად მივდივართ. კი, სადღაც აქაა. თქვენს შემდეგ. არა, პირველი შენ ხარ. ფეხზე უნდა გავიხადო. ედების დასვალების გეშინია. არ მიყვარს ველი ფეხსაცმელი. ჯერ კიდევ არ გაიხადე. უნდა განმარტავდე. რა? სადმე ტუალეტია? წინ წადი და დაგეწევი. არ გამოიხედო. ბელა? როგორ ხარ? ბელა? ბელა, გესმის ჩემი? ხომ არ დაეცე? უბრუნდები, გესმის? გესმის? ბელა, გესმის? ბელა? ბელა, კარგად ხარ? ბელა? ბელა? ბელა, სად ხარ? აქ რას აკეთებ? როგორც ჩანს, შენი კუდის გადარჩენას ვცდილობ. ბელა?
არ მენდობი. კარგი, ფრთხილად, შენიერია. ბელა, ბელა, შენ აქ ხარ? მე დავპატიჟე. რატომ? აქ ბევრი ობობა და მათ ჩვენებას დამპირდა. სად იყავი? ცოტა დავსვალდი და შრებოდი. და ხმას რატომ არ მცემდი? მე ძახდი? ნაბატია ჯუნგლებში არ გამიგია. კარგი, ყველანი აქ ვართ. მე რა ვქნათ? გამოქვაბულში შესასვლელს ვეძებთ. მაშინ იქით. ბელამ კითხვა რომ იქით არის. არა, ხომ ასეა? კი, სწორია. მე ასე არ მგონია. მეგონა შენ ამბობდი რომ არ გახსოვს. მოდი ხარ? მისი ზურგჩანთა წამოიღე. რატომ არ არის ნორმალური შემოსასვლელი? მგონიას უაზრო დროის კარგვაა. და ამაზე რა სიტყვი? და რატომ წამოხვედი ამ გამოქვაბულში ღამით? რიბზე თევზებს დავსდებდი. თევზები მოგწონს. იცი, მათი უკეთ მესმის ვიდრე ადამიანების. მაგრამ ღამით ყვინთვა ხომ საშიშია? ჩემთვის არა. დიდხანს შემიძლია სუნთქვა შევიკავო. მაგარია. მე ყოველთვის ფრთხილად ვარ, როდესაც ყვინთავ. მაგრამ ხომ შეიძლება რაიმე საშიში შეგხვდეს? ხო და აი დავინახე რაღაც უცნაური. წყალზე თითქოს ეკლები ამოვიდა. ეკლები? მე ხომ გიჟი არ ვარ არა. არა, იმედია. მაგრამ სკოლაში სიარული მარტო გიჟებს შეუძლიათ. კარგად ხარ? ხო. მეც პირველი წელია ამ სკოლაში ვარ. მიჩვევა ყოველთვის ძნელია. არ ვიცი. მე სკოლაში საერთოდ პირველად ვარ. კარგი რა. მართლა? სკოლაში მარტო ერთი კვირა ვსწავლობდი. ხუმრობ. მთელი ცხოვრება სახლში ვსწავლობ. ასე როგორ მოხდა? ჩემი მშობლები ყოველთვის იახტაზე ცხოვრობდნენ. ერთ ადგილზე დიდხანს არასდროს ჩერდებოდნენ. მაგარია. მამა ჩემი კი სასტუმროებითაა დაკავებული და ჩვენ მთელი მსოფლიოს გარშემო დავდიოდით. ასე რომ, ასი სკოლა მაინც მაქვს შეცვლილი. და ჩემსავით მეგობრების გაჩენას ვერ ასწრებდი არა? კი. ყველაფერი წინა. გოგონია ეს უსაფრთხოა? ეს გამოქვაბულს ჩაძირავს. მაგრამ ის ადრე აქ არ იყო. ვულკანურ კუნძულებზე ყოველთვის არის ცვლილებები. რა ცვლილებები? ლეო, ზემოთ გაჩნდა სივრცე, რომლიდანაც წყალი ჩამოდის. შეხედე. ჩვეულებრივი წყალია, ხედავ? ლუის? ლუის? რა მოხდა? ლუის, რა გჭირს? მაპატია. შეწყვიტე. შენ რა ხუმრობა არ გესმის? ეს არ იყო სასაცილო. სწორად მივდივართ. მგონი კი.
მგონი ახლა კრატერის მეორე მხარეს ვართ. მართლა. გამოქვაბულის შესასვლელი სადღაც აქ უნდა იყოს. ასეა? სწორია. და როგორ გამოიყურება? რაღაც მიწაში ორმოს მაგვარი. ბნელოდა, როდესაც ის ვიპოვეთ. ეს ადგილები გეცნობა. ბელა, ისე დაიკარგა? ქვემოთ ვარ. კარგად ხარ? კი, რა არის ქვემოთ? ზედმეტად ბნელა, რაღაც სივრცეა. იპოვე ეს შესასვლელია. მაგარია. ამოგიყვანს, ნუ გეშინია. არა, მე ჩავალ. ხომ არ დაშავდი, შენთან ვილი მოდის. მადლობა. ოჩახ. გამეცალეთ. მადლობა, რომ დამეხმარეთ ჩამოსვლაში. ის აუზი სადღაც აქ უნდა იყოს. კი, სწორია. ეს ხომ საოცარია. ბილ, ფრთხილად იყავი. გამარჯობა. კლეომ მეც მიამბო ამ გამოქვაბულის შესახებ და მომინდა მენახა რა და როგორ იყო. ვფიქრობ ეს ჩვეულებრივი ძველი ვულკანის კრატერია, მეტი არაფერი. ვითომ? სადღაც 100 მილიონი წლის წინ მიიღო ეს ფორმა. ეს ტიტანის ჩაქუჩია? მაგარი რამ არის? ეს აქ არ ყოფილა. მაგრამ თავს ნამდვილად ის არ დამსხმია. უნდა გავარკვიოთ რა ახსოვს. ლუისი, ვილი მშვენიერია. აბა, ეს იმას გას? არ ვიცი. ამაში დარწმუნებული არ ვარ. რა გახსოვს? მარტო ერთხელ შევხედე. ის ჩანჩქერი ძალიან დიდი იყო. ხო? და რა იყო? სად იყო? აქ მხოლოდ რამდენიმე წყაროა. მაგრამ მაშინ თლიან ზედაპირს ფარავდა. არა მგონია. ცოცხალებით იყო და წყლის ბურთებს ისროდა. რას ნიშნავს? ყველა მიმართულებით ისროდა. ეს საბავშვო საშიშ მოთხრობას გავს. შემდეგ კი აუზში რაღაც გაჩნდა. და მომინდა რომ შევხებოდი. ძალიან მომინდა. რა მოხდა? არ ვიცი. მივხვდი. თავი დაარტყი და ეს ყველაფერი მოგეჩვენა. რიკი, არ გინდა, ეს ჰალუცინაცია იყო. გიჟი არ ვარ. მაჩვენე რაიმე რაც მაშინაც იყო აქ. რიკი, ეს ყველაფერი სისულელია. ჩვენც ვიყავით აქ. და გამიწყდა, ვიყავით და არაფერი გვინახავს. მიდი, გვაჩვენე. მარა. არ ვიცი. მე ჰაერი მჭირდება. კმაყოფილი ხარ? ეს უნდა დაგვესრულებინა. გოგონებო, მაგრამ ასე არა. გოგონებო, თქვენს უკან. ეს არ მომწონს. მოიცადე. ვღელავდი შენზე. იდიოტი ვარ. რაღაც მისტიკის მოსაძებნად მოვედი. გიჟი ვარ.
კარგი რა. ნუ თუ ეს ჰალუცინაციაა. საქმე იმაშია, რომ როდესაც გიპოვეთ, უგონოდ იყავი და უაზრობებს ამბობდი. ძალიან დაარტყი თავი. მაპატია რომ აქ უმიზეზოდ მოგიყვანენ. აქ არაფერია. ბოდიშს ნუ იხდი. კარგი იყო. ჰა? მინდა უკან წაგიყვანა. მეგობრები მელოდებიან, მაგრამ აქ პირდები ორმოებში აღარ ჩავარდები. ჰა, კარგი. შეხვედრამდე. რა ხდება, ლუის? ვერ ხვდები. მაპატია დაჭვების გამო. ცდებოდი. არ გინდა, ფრთხილად ვარ. აქ დადექი. ველი არ დაბრუნდება. კარგია. ბელა, მოდი ახლოს. ის მაშინ ჩდება, როდესაც სამივე ერთად ვართ. სასეცებთან აქვს ამას კავშირი. ფიქრობ კი? თქვენში ალბათ რაღაც ძალაა. ალბათ. ამ ადგილისგან თავი შორს დაიჭირეთ. ეს ჩვენი ადგილია და ვერანაირი წყლის რაღაც ვერ გაგვაგდებს აქედან. ხომ ასეა? სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულოშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.